მე ვთვლი რომ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია ამ გუნდს უფრო მეტი რესურსი აქვს და აი იმისთვის რომ ვერ გამოვაჩინეთ ჩვენი ესე რომ ვთქვათ ნამდვილი ძალა აი ამისთვის მინდა ბოდიში მოუხადო ვინც გულშემატკივრობდა და სტადიონზე იქ მოსული და არა მარტო სტადიონზე ვინც გულით გულშემატკივრობდა და მადლობა მათ მობრძანებისთვის მე ვფიქრობ როგორც აღნიშნე რომ ნამდვილად არ იყო 3-1-ის წასაგები ერთი რაც შემიძლია დავამატო რომ კიდევ მეორე არასდროს საჯზე არაფერი არ მithქვია აი ევროტურნირებზე მით უმეტეს როცა თამაშის შემდეგ მაგრამ ესეთი ცუდი მსაჯობა მე აი ძალიან დიდი ხანი აი ზუსტად იმ გადამწყვეტ მომენტში სადაც მჭირდებოდა და მართლა მე ვფიქრობ თუნდაც პირველ მომენტზე თუნდაც პენალტის მომენტზე მაგრამ კიდევ მინდა ხაზგასმით აღნიშნო რომ არასდროს საჯზე ნამდვილად არავის არ ვაბრალებ როგორც აღნიშნე ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და ყველანაირად ვიღებ ამ დარტყმას რაც დღეს მივიღეთ. შანსები ყოველთვის არის 0-0 იწყება თამაში. რა თქმა უნდა შევთანხმდით ამაზე რომ ძალიან ძლიერი გუნდია. მოდა ჩვენ ამაზე გუშინაც ვისაუბრემ პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა აქვს სუსტი მხარეები, იდეალური გუნდი არ არსებობს და პრინციპში გამოჩნდა დღეს ეს რომ აქვს ნამდვილად სუსტი მხარე და შევეცდებით რომ ის რაც საქართველოში დავაკელით იქ ავინაზღაუროთ და ასე რომ ვთქვათ უფრო მეტი სითამამე გვინდა და ალბათ მეტი თავდადება რომ ესეთი რანგის თამაშები მოიგო. If you look at the result of თამაშის შედეგით კმაყოფილი ვარ. მეტოქეს კარგად არ ვიცნობდით, თუმცა ვიცოდით რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, რომელიც საშინაო შეხვედრებში ხშირად არ მარცხდება, მათ შორის ევროტურნირების მატჩებშიც. ჩვენ თამაშში იყო დეტალები, რომლებითაც უკმაყოფილო ვარ. მატჩის ბოლო გოლი არ უნდა გაგვეშვა. დაცვაში უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა თამაშის წინ ვინმეს რომ ეკითხა მინდოდა თუ არა ასეთი შედეგი, დადებითი პასუხი მექნებოდა. ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი თამაში ერთი თამაშის პირველ ნახევარს გავს. ჯერ არაფერია გარკვეული. დაცვაზე არ უნდა კონცენტრირდეთ. უპირატესობის გაზრდაზე და შეტევაზე უნდა ვიფიქროთ. მალმიოში გასამართ შეხვედრაში გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.